საღამო მშვიდობისა. ეს TV პირველია, მე ეკა ჩხეიძე ვარ და რა თქმა უნდა პირველი სტუდიიდან მოგესალმებით. დღევანდელი ჩემი სტუმარი ადამიანი, უნიჭიერესი, მსახიობი, ქარიზმატული ადამიანი და არ მე მგონი არც ჭირდება დიდი წარდგენა და პირდაპირ ვიტყვი. დავით კვირცხალია დღეს ჩემი სტუმარი. მობრძანდით ბატონო დავით. ძალიან მიხარია რომ გხედავთ ამ სტუდიაში. შეიძლება ჩაგეხოთ. ძალიან მიყვარხართ ბავშვობიდან და დიდი მადლობა რომ მობრძანდით. დავბრძანდით. მადლობა თქვენ რომ ჩამთვალეთ როგორ ბრძანდებით ბატონო დავით? დიდი მადლობა არ ამნიშნავს, მაგრამ დიდი პერიოდი დავინახე ჩემ ცხოვრებაში, ესე გაირბნა, სრულიად ახალგაზრდა, როდესაც მოვედი ამ დიდებულ საქმეში, რასაც თეატრალური ცხოვრება ქვია და იქ დამხვდა შესანიშნავი ადამიანები, სხვადასხვა თქვენი მედია. მადლობა. ჩახავა და არც მეტი, არც ნაკლები თქვენი მამა იყო ჩემი როგორც უფროსი მეგობარი, ასევე ჩემი პედაგოგიც იყო, აბა. ის იმ წლებში დაბრუნდა ზუგდიდის თეატრიდან და ჩემი პედაგოგთან, ბატონ მიხეილ თუმანიშვილთან იყო ასისტენტის, ხო, მასაზე დავმეგობრდით, ეგ არ იყო ახლა მოგეხსენება ჩვენთან სხვა დამოკიდებულება პედაგოგებსა და რა თქმა უნდა რიდი მქონდა ბატონი თემურის, ბატონი მიშასი, მაგრამ ასაკი თავისაში მეგობრობას მაინც ვახერხებდით, იმიტომ მამა თქვენი უცნაური პიროვნება იყო, იმიტომ რომ იქაც მაგარი იყო იმ პროფესიულ საქმიანობაში და თან ამ ძმაკაცობის ის იცოდა ხიბლი და ფეხბურთიც გვითამაშია აუდიტორიაში ვამბობ. ხო, ხულიგნობდით რაღაცებს. აცხონოს მათ რა კარგი ხალხი. ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ უფრო შორიდან რომ დავიწყოთ. როგორ მოვიდა მსახიობის პროფესია თქვენ? ხო, ეს სხვადასხვა ჩემი მშობლები იყვნენ პედაგოგები. ხო. ცხოვრობდით სამტრედიაში. გადასარევი ქალაქია. მაგრამ იქ სამტრედიაშიც როგორ იყო, იცი, ახალი ჩასულები იყო, მამას აქ რაღაც ეს აუფეთქდა ცეხი თუ რაღაცა და მოგლედ გამოუწერეს რომ ზღვის პირას უნდა წასულიყო, სადაც მეტი ტენიანობა ხო, რომ ეს გადაეტანა რაღაცა და ეხლა იმაზე იქედან არის ჩვენი ფუძე წარმოშობითაც იქედან იყო და მამა ცოცხალი ყავდა დედა და იქ დაუბრუნდით ხო, სამტრედია დაუბრუნდით იქა და სკოლის პერიოდში ხატრულ კითხვაში ჩამაბეს რა, ყავდა გადასარევი პიონერ ხელმძღვანელი. იქა სკოლაში სამტრედიაში. ხო, სამტრედიაში და დადუნა ჩიგუგიძე იყო ერთი ულამაზესი ქალბატონი რა, მე სუხიშვილის მოცეკვავეც გახდა ეს კარგი პიროვნება და იმან შემასწავლა ლადო ასათიანის ლექსი, ჩემი ქვეყნის ოქროყანა და იქ ოლიმპიადები იმართებოდა რაღაცა და ამას ვამბობდი ეს პატარა ბიჭი გალსტუკით პიჯაკში გამოდიოდი სცენაზე და ჩემი ქვეყნის ოქროყანა რო დაიწყე უკვე ის გავხდი რა პოპულარული და საყვარელი ბავშვი გავხდი რაიონის და იმ მაშინდელი სამტრედი ახლა გადასარევი ქალაქია ერთ-ერთი მე რომ ვკითხოთ ერთ-ერთი ევროპული ქალაქი და მაშინ გადაწყვიტეთ და მაშინ შეგიყვარდეთ ხო არა კი იცით რა როცა მიიღებ ამ იმას მაყურებლის მადლს და ტაშის ხმას გემოს გაიგებ ხო თან დგეხარ სცენაზე სადა ყველა სცენას ერთნაირი მტვერი აქვს და ერთნაირი არომატი ხო და როდესაც განვაცხადე უკვე თეატრალურზე უნდა ჩავიღუპეთო მათ შეეშინდათ რისი და ერთია როდესაც წახვალ და გელოდება მედია ჩახავა დაუშვათ ან ეროსი მანჯგალაძე ან გოგი გეგეჭკორი არა მე ხო არავინ არ მყავდა აბა ჩემი გვარი სადმე ისმოდა რა მე სამსახიობო ხელოვნებაში ან თეატრალურ ნიჭი იყო ის მთავარი რაც ხო კი მაგრამ ეს რა იცოდა ახლა ჩემო დედამ და მამამ პედაგოგები იყვნენ გეუბნებოდა მათ შეეშინათ რომ მე უბრალოდ დავიკარგებოდი ხო გასაგები და ხანდახან ახლა მე თვითონ იმაზე უფროსი ვარ უკვე ჩემი ასაკით და რაღაც და სულ იმას ვფიქრობ რომ როგორ გაუძელი როგორ მაგრამ აი კიდე აი წეგნად სახელები და გვარები ჩამოგითვალეთ იმ გადასარევი თეატრალურ მოღვაწეებისა თქვენი
ბებიის თამადობით მათ ყველაფერი გამიკეთეს რომ აი რაღაც რატომღაც შვილივით მეკცეოდ არ ვიცი რით დავიმსახო იცით რატომ იმ პირველივე სპექტაკლში რომელშიც მოხვდი მე აი კი ჩემი პარტნიორები იყვნენ ზუსტად ბატონი გოგი გეგეჭკორი ეროსი მანჯგალაძე ზინაიდა კვერენცი რომელი იყო ეს იყო ვახშმოვის წინ რობერტ სტურვას დადგმა და ეს მაშინ სტუდენტი ვიყავი ამ როლებს თამაშობდა ქალბატონი ბელა მირიანაშვილი და ბატონი გოგი ქავთარაძე და სპექტაკლს ჰქონდა დიდი წარმატება რა სულ ანშლაგები ცირე დარბაზში იდგმებოდა და ჩვენ მე და ნანი ჩიქვინძე სხვათა შორის ჯგუფელები ვართ და აი ეს ნაწყვეტი მქონდა ამ პიესიდან და ბატონმა მიშამ რო გადაერჩინა რუსთაველის თეატრში სპექტაკლი იმდო ხალხის მოთხოვნა იყო ბილეთები იყიდე რაღაცა და ბატონ რობერტის თანხმობით ჩაგვიყვანეს თეატრში. ყველი წაგიყვანათ? ხო, ნაცოდე წარმოიდგინეთ მეორე კურსის სტუდენტებმა შევცვალეთ ბელა მირიანაშვილი და გიორგი ქავთარაძე, რომელიც მაშინ ქუხდა მათი სახელები და კარგი ჩანაცვლება გამოგვივიდა. იღბალი, ხო. ხო და აი წარმოიდგინე ეხა დედაი დამხდა ქალბატონი სალომე ყანჩელი, მამა ბატონი გოგი გეგეჭკორი და ბიძა ეროსი მანჯგალაძე ამაზე უკეთეს პარტნიორებს სად უნდა მოხვდე მთელი ცხოვრება შეიძლება ისე იცხოვრო თეატრში რომ ამ ადამიანებს ვერ შეხვდე გავო კი გეცოდნება რომ ისინი შენი მათი ესეც სამაყო რომ იგივე თეატრში ხარ სადაც ეს გენიოსები მაგრამ უშუალოდ რომ ერთ სპექტაკლში ხართ ერთ რეპეტიციებზე დადიხართ თეობით ეს როგორი იყო ეს შეგრძნება რა პასუხისგებლობა იყო ეს რა პასუხისგებლობა უზარმაზარი იყო, იმიტომ ყოველ რეპეტიციაზე აი ეს რაღაც მეყინებოდა თითები და ნერვიულობ, მაგრამ უნდა გითხრათ რომ ცოტა ეთყობა ახალგაზრდობაში არაფასებ, ამერა მაინც როგორც მივიღე ისე როგორც უნდა ყოფილიყო. არა და არ იყო ეს მე უფრო ვიგზენე რაღაცა აი ხო გეუბნები აი თეატრალურ დედმამად წარმომედგინა ყველა ეს ხალხი ჩემთვის საჩუქრებით მამყოფდნენ ყოველ დაბადების ეს ბედნიერებაა რომ ეს ბედნიერება რომელი აი რაღაცა მათი ისეთი თეატრში მიმიღო ხალხმა რომელიც ყვეტოდა ყველაფერს ადამიანი რომელსაც არავის არ ველოდებოდი თეატრში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ მე როცა ცოტა სიბზნე მოდის ასაკთან ერთად ხო ეს პროფესია არა მარტო ტალანტით და ნიჭით და არამედ აი გამართლებაც და ზუსტად იმ დროს უნდა მოხდეს სადაც რაღაცა წყდებოდა აი ასე რომ ხო ამიტომაც რა ვიცი ჩემ ბედს და იღბალს ყოველთვის მემადლიერები და ეხლაც მე რას რომ ვიცით რა არ გამიგოთ მაგრამ აი ჩემი ხნის ხომ მედია ჩახავა თეატრში არ მუშაობდა უკვე წავიდა თეატრიდან ხო არა წავიდა თეატრიდან იმიტომ რაღაც ნუ ახლა მედია ჩახავა საწავიდოდა როცა უნდათ მოიყვანდნენ და მოსულა კიდეს და თხოვდნენ და ეს მაგრამ აი ფიზიკურად როგორც თეატრის შტატში მან მოიხსნა თავის ისე რომ უკვე დროა რომ სხვას დაუთმო და რაღაც მე კიდევ თეატრში ვარ მიხდით რა ის თქმა მინდა არ უგზნობინებია არავის არაფერს არ ჭირდება ისეთი კაი ნიჭიერი ხალხით ასავს რუსთაველის თეატრი ერთმანეთზე უკეთეს და ყველაფერი მაგრამ არავის არ უგზნობინებია ჩემთვის იოტის ოდენაც რომ წადიო ხო დათო უკვე რაღაცა მაინც თავარ პედაგოგად ვისთვლით მიხეილ თუმანიშვილს რა თქმა უნდა მიხეილ თუმანიშვილს ვთვლი იმიტომ რომ ეს ადამიანი ჩემთვის აი შესახედავადაც რეჟისორი იყო. ნამდვილად. ასე იყო მამა თქვენ თემურ ჩხეიძეც. და თემურ ჩხეიძე როდესაც მე ვსწავლობდი, მაშინ მისი ასისტენტი იყო. ასისტენტი იყო და წარმოიდგინეთ ბედნიერება ხარ, როცა აი ხო ესენი ისეთ სახელები რამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდე ქართული თეატრის ისტორიაში ამათ ვერაფერს ხო? და შენ წარმოიდგინე პატარა სამტრედის მეორე საშუალო სკოლა დამთავრებული მოვედი და აი ესეთ პედაგოგების ხელში და მაშალაშინებდნენ რა ესე თქო და რაღაცა მე გამოვიდა რატო იმცინ აცხონოს მეტად თემურ ჩხეიძე და რაღაც ერთი როლი ვითამაშ პატარა ეპიზოდი შენ ეხლა ისო რა ქვია არ გეგონოსო იმაზე გელაპარაკებიო რაღაც
აი ის ისე მომეწონა 10-იანში ქონდა. ამაზე დიდი კომპლიმენტი ჩემთვის არ არსებობდა დედას გეფიცე. თან არ იყო ესეთი ადვილად კომპლიმენტების გამცემი. არა, თემური არ იყო, ხო? თუმანიშვილს, რომელიც ჩემ პედაგოგიც იყო, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს. აი რა ქონდა ისეთი, რამაც აი ამდენი პროფესიონალი გაზარდა და მისცა. იცით რა? არაფერი არ ქონდა თეატრის გარდა. მის გონებაში, მის ყოველდღიურობაში რაღაცა მეთოდიც ისეთი ქონდა. მეთოდი ქონდა ის რომ ხო, იმიტომ ეს მეცნიერებად მიაჩნდა მას და იმიტომ მისთვის ყველაზე დიდი საოცრება იყო ეს ადამიანის გარდასახვა, აი გარდასახვის მსახიობი იყო. აი თუნდაც რამაშიგვაც დაიბადა მასთან როგორც მსახიობის აი ჭინჭრაქაში, არ ჭინჭრაქაში, ხო. ეს სასწაული იყო მე როცა მოვეწყოთ ეს ის უკვე 3 წლის დადგმული იყო ეს სპექტაკლი რაღაცა, მაგრამ 100 ჯერ მაინც მაქვს ნანახი, იმიტომ ვიპარებოდით თეატრალურ ინსტიტუტიდან იქ რო შევსულიყავით და თან იცოდნენ უკვე გწნობდნენ ეს კაპელდინერები ისინი და არ გვიშლიდნენ რა ეს გადაწრობები და აი ეს პირდაღებული უყურებდით ბატონ სერგო ზაქარიაძეს, დევს თამაშობდა დევის ზღაპარში ვერ წარმომიდგინა და წარმომიდგინე სცენაზე ვხედავდი მართლა რა იყო ეს კაცი ყვილო თან ისეთი ხო ეს სასწაული იყო აი რამე ესეთი ფრაზა ხომ არ გახსოვთ ან რამე ესეთი მისგან რომ აი დაგამახსოვრდა და დღემდე მოყვება ბატონი მიშასგან იცით რა აქვს ეგეთი რაღაცა ნათქვამი ზარის ხმას ვხედავ მესმის კი არა ზარის ხმას ვხედავ ესე იგი ზარს რო ჩამოკრავ ეს მთელი კადრი და მთელი კინო წავიდა მთელი სპექტაკლი წავიდა აი ესეთ რაღაცები მახსოვს როგორ მე ბატონი მიშა გვავალებდა ესეთ ის ქონდა რომ დღიურები უნდა გვეწერა ხო თქვენთანაც იგივე უნდა მე რო გავიდა ვერძე ხო ეს დამჭა ნაწერი ეხლაც მაგ რაღაცები და იქ თავარი იყო ის რაც გვამბობდა ალბათ გემახსოვრებს დღის თავარი მოვლენა უნდა დაგვეფიქსირებინა აი ამ ყველა ემოციური იმით დანახვიდან ხო უნდა გამოგვეყო აი თავისი აი ხო ქონდა აი მაინც იქით წავედით რომ რაღაცა ქონდა თავისი ხელწერა თავის ქონდა დიახ იცით იყო განსხვავებული სხვების რა თქმა უნდა ის რომ თვითონ რობერტ სტურვას და თემურ ჭყეიძეს მისი აღზრდილება უკვე ყველაფერია ნათქვამი ისე აი დიდი პედაგოგის გარეშე შეიძლება ადამიანი მსახიობი გახდეს? იცით რა, ახლა გააჩნიეთ შენ რა მოთხოვნილებას უყენებთ. მე ყოველთვის მიყვარდა მოაზროვნე მსახიობი, იცით რა, რომელიც მარტო რეჟისორის იმას ნახას კი არ იმეორებდა, არამედ აი რაღაცა მისასაც რო ამატებდა იქ რა, მის ხედვას, მის ირონიას ან რაღაც, იმიტომ მაშინ შენ რა მაშინ მარიონეტი ხარ მე მახსოვს აი მის სპექტაკლები რომ აღელვებული იყო ხალხი კაცო რა როგორ საიდან მოდის ეს რაღაც მაგრამ სანამ ყველა დეტალი არ დადგებოდა იმ კონდენციამდე რომ ეს ადამიანი ესე შეცვლილი იყო ხო რას ლაპარაკობთ ესეთი იყო მამა თქვენი თემურ ჭყეიძე აი მსახიობის რეჟისორი იყო ადამიანის ბედი აინტერესებდა, ადამიანის ადგილი აინტერესებდა სამყაროში. ხო და რა თქმა უნდა დიდი პედაგოგის გარეშე ტალანტები ბევრი არიან. ჩემზე უფრო ნიჭიერები იყვნენ სიმღერაში, ცეკვაში, პლასტიკაში, ჩემ ჯგუფში სხვაგან რატო წავედი. ზოგს არ გამომართლა კი რაღაცნაირად, მაგრამ მაინც ყველაფერი ხო ის რომ მათ აი პედაგოგისგან ის თავარი ვერ გამოიტანეს რასაც დებდა მათსულში ხო ჩვენ მიხეილ თუმანში აი ამან იმქონია გემახსოვრება ბატონ სერგო ზაქარიაძეს აქვს ეგეთი გამონათქვამი რომ თეთრი ცხენი ერთხელ ჩამოგილის და შენ მზად უნდა იყო რომ მოახშიახტე ხო აი ამის თქვა ხო და აი ეს იგულისხმება ამაში ალბათ ესე ვფიქრობ და შანსი ყველას ეძლევა ტყუილი. ბატონ დავით, როცა ამ გადაცემას გეგმავდით ჯგუფში, დაიწერა რომ შემდეგი სტუმარი იქნება გრიშა კაკაჩია. როცა გრიშას გეძახია, ეღიმებად გიხარია თუ აი უკვე ღიზიანდებით რა. რა უნდა გიპასუხო? მოდი, ავდგებ თავიდან შემოვალ რა.
რა არის გოგო შენ არ გახსოვს ეგარო მე კატა არ გექვა თუ ვეფხი რა გერგო კატა გერგო ო რა ვიცი დაბრძანდით ბატონო გრიშა მადლობთ მუდმივ მიჭირს ლამარა გამოვჟღომი გამარჯობა შეიძლება ვინგნებავთ ბატონ გრიშას გადაეცით კატა ჯიქია მოსული თქო დედა ამას ისხედავ კაცო ეს მართლა თქვენ ახარ თუ მეჩვენება მიახლა გამარჯობა ბატონო გრიშა საქმე მაქვს თქვენთან მომისმინე ეხლა ვიცოდი რომ ეს კითხვა მოვიდოდა და შენ ხო ნაწილი ხარ ამ გადასარევი რა თქმა უნდა და ძალიან ერთ რამეს ვიტყვი ჩემო ძვირფასო ეკარ რომ ეს იყო გადასარევი პროექტი რომლის გავსი აი მე არცად არასდროს ასეთ რამეს არ შეხვედრიო რომ აი ჩვენი პროფესიის ხალხი დაკავებული ყოფილიყო ასეთ მასშტაბურ პროექტს ამ რაოდენობით და შენ წარმოიდგინე ყველა წარმატებული იყო მე მინდა ამ ავტორებს დიდი მადლობა გადაუხადო და აღნიშნო ისეთ რომ როგორ მოიფიქრეს ესეთი მასშტაბური რაღაცა რომ მთელი საქართველოს მონაწილეობდა გაიარაში და ყველა თეატრი ყველა არა მარტო თბილისის არა რეგიონალური და ყველა მხარე და ის იყო წარმოდგენილი და და დღევანდელობას რო ეხმიანებოდა ალბათ ყველა წარმატებული იყო ძალიან ყურებადი კი ბატონო ბატონ დავით მაგრამ ჩემი შეკითხვა ასეთი 10 წლეულებით გახარ დიდ სცენაზე და მე ერთი სატელევიზიო როლი გრიშა კაკაჩია ხდება თქვენი საოცარი პოპულარობის ტელევიზიის დამსახურებაც არის იმიტომ როდესაც ყოველღამე ტელევიზორს ჩართავს კაცი და შენ კიდე იქ მეგრუსადეგზილოს ევნები და რაღაცა პრინციპებს იცავ. როგორ შემოიჭრა გრიშა კაკაჩია, როგორ მოხვდით ამ ხო, როგორ მოხვდით და იცით რა, აი კასტინგი ქვია რა ახლა და ეკა ჟავანაძემ დამირეკა. როგორც ყველას. ხო, რაღაცა მეგრელი კაცის როლიაო და ეპიზოდიო და ხوار და მე ვიფიქრე კაცო, აი ბავშვებს ვევნები არტისტი ვარ ესე ჯერ თეატრში არ ყოფილა ჩემ შვილიშვილებზე. ხო. წავალ რატო არა იქნებ რაღაცა დამინახავენ ტელევიზორში გაუხარდება. წავედი. შვილიშვილების გასახარებლად. ხო, ნუ ეგეც იყო ერთი. იქ არ იყო რამე პერსპექტივა, რამე მომავლის და რაღაცა. დღენახევრის სამუშაო იყო რა, რაღაცა. ხო და ფულის ასესრებლად მოყავდა იმ მერაბ დარჩიას. ხო, დათო გოცირიძე. კი ბატონო. ხო და აი სცენა იყო რომელზედაც ეს უარს ევნოდა ის წამომყევი მაშინ აკალდამაზეო და დაადექტავზო და მოგწონდა არაო მე ვარ ბცალო აბა თუ არ წელე მოუსვა კიდე მეთქმა და მორჩა აი ეს იყო და მორჩა და არ ვიცი ეს მე დათოსთვის ვიყავი აღმოჩენა ლევან ყოჩიაშვილისთვის რა დათო გოცირიძეს ვინც თამაშობს ეს სცენა რო ჩავატარე და იქ არ იყო ეგეთი ტექსტი რომ შენ აქვეა ბიჭო მე რაბი შენ და ძმაკაცები ხართ ხო? აბა გადა იმასკენი დაგედნენ, მოუში დაგედნენ და მისმენთ რა, არ მოგისმენ, ჟირო. არასოდეს არ მისმენთ. ბიჭო, იმითო წინასწარ ვიცი რა უნდა მისმენდა. არ მოგისმენ, რა მიუხედავი მაკლდამას ხო დავაპროექტე მე მიუხედავ, მაგრამ თავზე ვერ დავადგები. ბოდიში გამახსენე შენი სახელი? დათო. შენ რა ქვია ბიჭო? მე რა ბატონ გიშა. თქვენ ძმაკაცები ხართ, ხო? ხოდა თქვენ გადააფსით ერთმანეთს ბიძია. ბატონ გრიშა ერთი ვარაცუდა! ამაზე თვითონ გაეცინათ, ეხლა მე ხო მიღებდნენ პრობლემა ისინი იქ. აი მე ესი გარბოდნენ გესმის და მე ეტყობა მიიტანეს. ხო მოეწონათ რაღაცა და არც მართლა რო არ ველოდი, აი მადლობელი ვარ დელი. დაიწერა და დაიწერა. გიორგი ნიფონოვას და დევდარიანის რა ვიცი რაღაცას ამოსდეს რა ანგეს და გამართლა მე ერთი 6 სეზონი ვიყავი სულ და ძალიან მადლობელი ვარ და თან იცით რა მართლა ღვთის საჩუქარი აი როლი რომელიც
გემრიელად. ჩამოვარდა ციდან რა. თქვენი აზრით რატომ შეიყვარა მაყურებელმა? იცით რატომ შეიყვარა? მე არ მინდოდა რომ ეს კაცი ვინმეს კონკრეტულად დამსგავსებოდა. ალბათ მე ჩემი გადასახედიდან ვამბობ. რაშიც იმ დევდარენმა მე ამიბა მხარ, იმიტომ ისეთ წერდა, ისე მოდიოდა ჩემთან ის მასალა, ხო, რომ მე ვხაროდი, მესმოდა რა. და ამიტომ გამოვიდა განზოგადებული და ეს მეგრელი კაცი ის რაღაცა იმ ოჯიხევიდან კი არ იყო, ნოჯიხევიდან. იყო ქართული მოვლენა რაღაცა, რომელიც ჩამოვიდა, ფული უნდა დაყარო, გაიღეს, აბა თქვენ წუთი დაფიქრდით. ვინც მოდის მასთან? თქვენ ჩათვლით, თქვენი გმირის მოდი. ყველას უნდა რაღაცა და ეს ხდება, რომ ფული აინტერესებდა. რა გინდები ძიეთ და მონებეთ თავი. ასე ბაზრობდით. ხო და რა ვიცი, ამიტომ ახლობელი და საყვარელი გახდა, ოჯახის წევრი. ხო, ოჯახის წევრი და ოჯახის წევრი ისე რომ ერთხელ თქვი გადაცემაში თუ არ ინტერესს რაღაცა რომ ჩემ შვილებს ტელეფონი რო უწერეთ და მამა კი არ უწერეთ ან დატო გრიშა არც კაკაჩია კაცო ის მამა ხო შეიძლება მამა დედა უწერეთ დედა და მამა გრიშა აი ეს შვილიშვილებს გრიშასნაირ ადამიანს რო სადმე შეხვდეთ ცხოვრებაში მასთან ურთიერთობას შეძლებთ? არა იცი რა ძალიან რთული იქნება მათთან როდის მიხვდით რომ გრიშა კაკაჩია უბრალოდ სერიალის პერსონაჟი კი არ იყო, უკვე აი ჩვენი საზოგადოების გარკვეულ კატეგორიას წარმოადგენს. ხო, კარგი კითხვაა, იცი რა, ხო ხამი გადიოდა ეგ მე დოლიძის ქუჩაზე ვსხორი და აი დოლიძის ქუჩაზე ვინ როგორ მესალმებოდა მეორე დღეს. აჰა. ეს მაძლევდა, ხო და ვიხსენებდი რა იყო წინა სერიაში რა თემაზე იყო რა ვითარდებოდა რა სიტუაცია და აი მაშინ ხვდებოდი რომ უფრო ესე იმოქმედა ხო საით და რა ვიცი გაამართლა მე მგონი გაამართლა იმიტომ ამას გრძნობდა მიხარე მე არ მინდა ახლა პრანჭიობა დავიწყო და რაღაცა და პირიქით რაღაცა რომ ცნობენ ძალიან შეამონა რა თქმა უნდა სახიობობაც ეგა ხო იმიტომ რომ საქმე ეხება ჩემს პროფესიას მე ახლა პოპულარული არ გავხდარ დაუშვათ ვიღაცა გადავარჩინებდინარიდან ამოვიყვანიან მთაზე და რაღაც პოპულარული გამხდა ჩემმა პროფესიამ ჩემმა საქმიანობამ და ამიტომ ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს არა ვარ ახალგაზრდა ასაკში რომ მოსულიყო ასეთი პოპულარობა რამეს შეცვლიდა აი თქვენს მომავალს ცოტა პოპულარობა ყოველთვის გქონდა კი იმიტომ თეატრი მეიკეთებდა ამას ძალიან კარგად, იმიტომ როლიდან როლზე გადა, რაც ახალგაზრდული როლები იყო, ყველა ნათამაშები. ეს კი არ ტრაბახო, უბრალოდ აი იყო ეგეთი სულ სტუდენტობის დროს ზურიკო კანდელაკმა გადაიღო ტელეფილმი, ასე ვთქვათ, სადაც მე და მარი ჯანაშია ვთამაშობდით. ესეც სიუჟეტი იყო, მე დაბადების დღიდან ვაცილებდი ამ გოგოს და ქუჩაში ჭუბი შეგვდებოდა და მე გავრბოდი რა, იმიტომ დანით მომზდებდნენ და მოკლედ დავრბოდი კიბეებზე და ყველა სართულზე ვაკაკუნებდი გამიღეთ კარი და არავინ არ მიღებდა რა და ბოლო სართულზე ავდიოდი იქ იყო რა ქვია ცდელობა რომ ვიღაცას გაეღო კარი და თურმე ხეიბარი იყო და სანამ მოვიდა მანამდე მკლავდნენ ეს არ უნდა მომხდარიყო, ესე ერქვა. მოკლედ რის თქმა უნდა, თამაშობდნენ გადასარევ სახიობები, ეს ვინც ვერ გამიღო კარები, იყო ზურიკო ქაფიანიძე, ეს ვერ ასრებდა. მე სტუდენტი ვარ, პატარა ბიჭი ვარ და ქვემოთ კიდე ბიჭი მორბოდა ცხონებული გურამ ჩხარტიშვილი მორბოდა, რომ გაეღო კარი და მამამისი ჯემალ ღაღანიძე თამაშობდა გაჩერდის შარეო და არ აღებინებდა ამ კარებს. ნუ იქაურის სცენაც თამაშებოდა ეს გარე. ეხლა მე მომზდოდა არ გაინტერესებს გია ფერაძე, გია მატარაძე და გურამ გოგავა. ხო და აი სპექტაკლი რო გავიდა ეკრანზე, მაშინ ერთი არხი იყო, საზმაო იყო, მეტი არ იყო არხი და რო გავიდა ეკრანზე, ყველას ეგონა რომ ეს რეალური ისტორია ძალიან პოპულარული გახდა მაშინ. და იმდენ რომ აი ჯემალ ღაღანიძე ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აი სანამ გარდაიცვლებოდა ცოტა ხნით ადრე რაღაც მოყვა რომ აი დოლიძის დასაწყისში იყო პურის მაღაზიაო
ხო და რო შევედიო, არავინ არ მაგცევს ყურადღებასო და პური ადევსო პური და არა გვაქვსო მეუნებიან, არ მომყიდეს პურიო და რა გინდათ კაცო, რა გამიხო შენო კარი როგორ არ გავღვევ ეს ბიჭი ციხე. აი ესეთი რაღაცა იყო და აი ესე ამიტომ ვამბობ, რომ არ მაკლდა მეთქი ეს. კი, პოპულარობა რაღაცა და მერე კიდე მოდიოდა ბატონი ოთარ კობერიძე იღებდა აგატა კრისტის მოთხრობებს ტელევიზიაში ერთაქტიანი ის იყო დეტექტივები რაღაცა და ნუ ჩემთვის ეს ადამიანი საერთოდ მიწერი არც მეგონა არც ოთარ კობერიძე ლია ილიევა ეხლაც რო კლავენ იმ ბაშიაჩუქს იმ ლია ილიევას მეტირება ის ძველი ხო და როგორ იყო იცი ანტონ თავზარაშვილი გვასწავლდა პირველ კურსზე რა და სანამ ბატონი მიშასთან გადავიდოდი და იქ შემოვიდა ბატონი ოთარი კობერიძე და ერთ პატარა ბიჭუნას ვეძებ როლისთვის ჭირდება რაღაცა და მე უყურებ როგორც ოთარ კობერიძე ლექციაზე შემოვიდა ბაშიაჩუკი კაცო ოღონ აცვია კოსტუმი ხო ვინ გინდათ ბატონო ოთარის დათუნა მინდა კვირცხალია და აი გეფიცები ეგა რა მომივიდა იცი აი ვერ მიხვდი რას მეუნებოდა რაზე იყო ლაბა ნუ წამიყვანეს ნუ რაღაც ამიხსნეს და მოკლედ არაფერენდეს შენახარო კიტინგენის უნივერსიტეტის სტუდენტი ჩამოდიხარ დედასთან და აი დედა შენია ლიელიაო და უნდა ახვიდე და ის ჩაეხოთა რომ დედა არ გინახავსო 6 თეო და რაღაც ესე ჩამოიყვანო და ყოველთვის პოპულარული ხო არა ხმამაღალი სიტყვა არ მიყვარ პირიქით ისე უნდა გითხრა გეფიცები ადამიანი ჩემი პროფესიისთვის მე ძალიან მორცხვი ვიყავ ძალიან სულ ესე აი მაშიც რო ნახო რაღაც წლის ბოლოს ხო ვიგებ დასის სურათზე რაღაც უკან მდგებიოდი ხოლმე რაღაცა ესე იყო არის ჩემი ცხოვრების წესი იყო ესეთი არ მიყვარდა ესა რა ქვია ძალიან მიყვარხარ გენაცვალ მეც მიყვარხარ ბატონ დავით მსახიობის წარმატებაში რა არის გადამწყვეტი დისციპლინა სიყვარული თეატრის პასუხისგებლობა შრომის საოცარი შრომის უნარი თუ აი ძირითადად რას მოაქვს იცით რა აი როცა ნიჭის გარდა რა თქმა უნდა ეხლა გეტყვი ტალანტი ერთია ხო და ნიჭი არის ზუსტად შრომის მოყვარეობა აი შრომის მოყვარეობის ნიჭი ვისაც აქვს აი ეს ყოველთვის ვერ დამაჯერებს ვერავინ სერგო ზაქარიაძე ჯარისკაცის მამა შრომის მოყვარეობის გარეშე ითამაშებდა. იცი რა, შეიძლება სხვა მსახიობებსაც ეთამაშოთ, მაგრამ იმ ტრაგიზმამდე, იმ საშინელ თელის საბჭოთა კავშირის კინოებს აჯობა ჩემთვის. იმდენად ჰუმანური და ადამიანური იყო ის პრობლემა, რასაც ის განვითარებდა. ან რა გრიმი ეკეთა, ან საიდან ამ იმერელ კაცს ეს კახური რაღაცა ჯარისკაცის მამა ეს ქრესტომათე აი ეს უნდა ითამაშო როლი მსახიობ მე რომ მკითხო არ ვიცი ხო დიდი ხანი გავიდა შეიძლება სტილი იცვლება რაღაცა მაგრამ აი ეს აქ უნდა ტრიალებდეს ის შენ თავარი ამოცანა ანუ მაინც თავარი რა არის თავარი არის შრომის მოყვარეობა თქვენ როგორც მსახიობს მე ბევრი რამ დავაკელი აი ეს ბევრი დრო გავფლანგე ხო ცოტა მეგონა ბოჰემური ცხოვრება რაღაც ჭიქას უჭახუნებდით რაღაც ნუ არ ვიცი ყოველ შემთხვევაში მადლობა უფალს რომ აი მე ლაპარაკები დღეს რომ თქვენ ადამიანს თან ვარ მოწვეული და მე კითხვებს მისვათ ეს უკვე ჩემთვის წარმატება რა არის მადლობა გეუბნები თქვენ როგორც მსახიობს თეატრმა უფრო მეტი მოგცა თუ კინო? რა თქმა უნდა თეატრმა. იცით რა? რატომ ჯერ ერთი კინოში ცოტა ვარ მე და არა ვარ ძალიან ბევრი ფილმებში და თან თეატრი არის ჩემი რა ვქნა მამული აი სადაც თეატრმა მომცა ყველაფერი სახლი, კარი, სამზარეულო და როცა მიდიხარ კინოში ამ სამზარეულოდან მიგაქვს შენი საკვები რომელიც იქ გამოგადგება და პირიქით იქედან აქეთ ალბათ არის ეგეთიც მაგრამ მაშინ ძალიან სხვანაირი უფრო დიდი უნდა იყო კინოში არასდროს რეჟისორს შენთვის არ ცალია
კინო შენ თუ არ მიიტანე ცოდვა ეს რეჟისორი იმიტომ იმის შენნაირი უამრავი ყავს და რაღაცა მაგრამ თეატრში თემურ ჩხეიძე იჯდა ჩვენთან 24 საათი და მიშა თუმანში და აი ცოტა აი ესე გვასწავლიდა როგორ სად აქცენტები შეფასებები და მერეც ცოცხალი კავშირი მაყურებელთა სხვა რამე ხო და აი კინოში რავი მე ეს ჩემი ეგუნა ჩემი შეხედულება არის სხვა შეიძლება სხვა ხერხები აქვს ამის გამოსათქმელად და გასაკეთებლად. არის ისეთი პარტნიორი, ვისთანაც სცენაზე დგომა განსაკუთრებული ბედნიერება იყო. ისეთები ჩამოთვალე და აღარ ვიცი, მაგრამ აი ხა გოგი ქავთარაძე მიმასაკში მომცა ისეთ საპასუხისმგებლო როლი როგორც იყო რომეო. და ჩემი პარტნიორი იყო მარინა ჯანაში, ამას რაც არ უნდა გადასარევი პარტნიორები გამოვიცვალო ან რაღაცა ხო აი დროს მე 24 წლის ვარ და რუსთაველის თეატრში მარტო რო გაგანაწილებენ რომეო და ჯულიეტაში და რო წავიკითხე ჩემი გვარის გარშ რომეო თუ ვირცხალე და აი შეიძლება და რო გამეფრინა რა ეს ბოდიში რა ვიცი რაღაცა არ ვიჯერებდი მე არაერთხელ გვითამაშია მე და მარინას და ბოლოს რო გავიდა რომეოს დადგინდა 20 წელი გადავწყვიტეთ რომ კიდე რაღაცა ერთად ორ კაციანი პიესა ვითამაშეთ ამერიკული პიესა იყო ესეთი წელიწადში ერთხელ ერქვა ჩვენთან და ისე პიესას ყვა ყოველ წლის თებერვალში რო ხვდებიან ერთმანეთს ხო და ვთვლი რომ ესეც ძალიან კარგი ნამუშევარი იყო უბრალოდ დრო იყო ისეთი რომ არც გათბობა, არც ტრანსპორტი, რაღაც აი ესე ბატონი გიგა ლორთქიფანიძე რომ ნახა სულ გმირები გვეძახა რა ეს რა კაი რამე გააკეთო გადასარევი ხატრობა ქონდა თემურ ნინუას წელიწადში ერთხელ ესე ერქვა ამ პიესა და სხვათა შორის ბატონ მიშას ქონდა თავისი მოსწავლეებისათვის გვირგვინი ამით აჯილდოვდა საუკეთესო ნამუშევარს და დამაჟე მე უკვე ის ჯილდო არა ინახება იმაში კინომსახიობთა თეატრში ეს გვირგვინი თვითონ და ლენტია და იმას ჩამოწერილია იგი ჩიკვინიძე, ჯანაშია, მანანა გამწელიძე, ყველა ჩვენი ჯგუფი, ვინც კი მოეწონა ბატონიშა და მე რო ბოლო ვარ ძალიან მიხარია. მაინც რა არის კარგი პარტნიორი სცენაზე. წარმატების ნახევარია. პარტნიორი რო დროზე მოგაწდეს რეპლიკას, პარტნიორი რო იგი ხდება ამოცანას და ზუსტად იმ რეაქცია აქვს შენ შეფასებებზე, ეს უკვე შენი აი ცურავ რა, როცა გესმის. თეატრის დანიშნულებაზე, აი თეატრის როლზე, გავლენაზე ბევრს კამათობენ დღეს. თქვენი აზრით რა დანიშნულება აქვს თეატრს? მაინც რა გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, ახალგაზრდა თაობაზე? ჩემ ბავშვობაში იყო რომ შემოვიდა ტელევიზია. და ყველა ამბობდა დაეჭოჭა თეატრს, დაეჭოჭა კინოს. ერთსაც დაეჭოჭა და მე თეატრი არსებობს. თეატრი არის ენა, თეატრი არის არავინ იქ კომერციული მით არ მიდის. მიდის იმიტომ რომ უყვარს და სიყვარულს გაფერფქთალება არაფრით არ შეიძლება და გაუმარჯოს ყველას ვინც სიყვარულს შეწირა თავი აი მის თქმა. კი, გადასარევი სიტყვებია, მადლობა. თუ მაყურებელი თეატრიდან ზუსტად ისეთი გავიდა როგორიც შევიდა, სპექტაკლმა თავის საქმე ვერ გააკეთა, ანუ მაინც გააკეთა. იცი რატომ? საღაც წავიკითხე, უცნაურ რაღაცას გეტყვი. წავიკითხე რაღაც ამერიკულ ჟურნალში რომ ესე ბედის წერას იმ 2 საათის განმავლობაში რამდენი ადამიანი შეიძლება გადაურჩეს, როცა თეატრის შენობაში არ დაეჯახა მანქანა, არ ესროლეს მიხდი ხოდა ქუჩაში გადაურჩეს. ხო, ესე იგი იმდენი რამე გვაქვს ჩადენილი რომ არც იციან ადამიანები რომ იმ დღეს გადაურჩნენ ბედის წერას. ამაზე უკეთესი რა არის და თუ თავის ინტელექტისთვის, თავისი გულისთვის, რაღაცა სიყვარულის ერთ ელემენტს მაინც დავიფლება, ამას რაჯობია. რაჯობია კულტურულ ადამიანს, რაჯობია კომპლიმენტის მტკვრელ ადამიანს.
არ ვიცი, ნუ და თანამედროვე თეატრს რა აკლია თქვენი აზრით დღეს? იცით რა. ეხლა ძალიან ჭკვიანო რაღაცებს, ნუ მათქმენ, არ ვიცი, არ მიფიქრია ბევრ რამეზე, მაგრამ ინტერვიუ იყო იმასთან. ამერიკელი მსახიობი რა. აი სულ იმაში ღარიბთა უბანში ცხოვრობს და რაღაც მილიონერებმა ყველას რო ეხმარება და კიანუ რივზი? კიანუ რივზი. მაგას დაუსვეს ეგ კითხვა, რომ ხელოვნური ინტელექტი და მან რა უთხრეთ, რაც კიდე გადასარევი გამოგივა, ჩემზე უფრო ლამაზიც იქნება, ჩემზე უფრო სწორი მეტყველებაც იქნება, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრეთ, გული არ ექნება. ჯერჯერობით ესია. გული არ ექნება, ემოცია და ნაღდი. როდესაც ანტიგონეს თამაშობდა ქალბატონი ზინა კვერენჩხილაძე, ის ერთხელ აწონეს დაწყებამდე და დაწყების შემდეგ და 3 კილოს იკლებდა. ამას ხელოვნური ინტელექტისთვის ეს ხო გაივლის და გათავდა და ალბათ ეს აკლია ყველა თანამედროვე თეატრ. თქვენ 50 წელია სცენაზე დგახართ. დიახ. 70 წელი. მაყურებელი მომთხოვნი იყო უფრო მაშინ თქვენს ახალგაზრდობაში თუ დღეს? იცით რა, ცოტა ესეთი ის მრჩება, რომ მომთხოვნი ხო, ალბათ, მაგრამ გაცილებით უფრო განათლებული მაყურებელი იყო. ხლა ვატყობ ფანები და მოყვარულები არ აკლია თეატრს და მოდიან, მაგრამ აი თითქოს ესე შეგრძნება კალათბურთის სანახავად მოვიდნენ ან რაღაცა. სიღრმე ხო, აკლია. ისე დროს იყურებენ, ისე დროს დააჯილდოებენ, ისე დროს კი მათ იმაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მე არ მესმის მათი აი ვერ ხსნი იმათ იეროგლიფებს რატო ყვირიან ახლა და მაშინ სიუჟეტს მიყვებოდა ხალხი რომანტიული იყო ყველაფერი რომანტიული იყო და მე საერთოდ რომანტიზმის მომხრე რა ვქნა ანუ დღეს რისი მოსმენა უნდათ გიფიქრიათ ამაზე იცით რა ხო აი ჩემი უხეში შეხედულება მოგახსენდა რისი მოსმენა აი მაგალითად ჩემი შვილიშვილი მეუბნება რომ კორეული უნდა ვისწავლო ვიღაც მომღერალია კორე ეხლა არა 1-3 წლის წინ მითხრა ჩემთვის გაუგებარი რა ქართული სიმღერის პატრონმა რა კორეული პატივს ღმერთმა გაუმარჯოს კორეასაც ყავს მომღერალი და იმასაც მაგრამ ეს დროსაც ხო იყო ბითლზი და ვგიჟდებოდით ბითლზმა რეფორმა გააკეთა რაღაც მუსიკაში გარდატეხა შექმნა და ჩვენ კიდე გვინდოდა რომ ესტრადაზე უფრო გაუმაგრებული ყავით ან რაღაც იყო ჩვენ არა ქართულს გულისხმობ რა ტრენდულია ალბათ გასაგებია მაგრამ ჩვენ დროს სხვა რამე იყო ტრენდი მაშინაც მე მახსოვს კი სამტრედიაში ვიყავი. აი ეს დინამიკებს შოულობდი და ფანჯრებზე სახლიდან გარეთ რო ყველას გაეგონა ეს ბიტლზები მაშინ როგორც კაკა კივილის ისმოდა ვითომ რაღაცა როლინგ სტონები ზეპელინები დღეს შეიძლება ეს უხეში შედარება მაგრამ რეალობა ის არის რომ ტრენდი მაშინ ის იყო ეხლა შეიძლება რა ვიცი კორეულია ან ჩინური ხო აი ეს რატო თქვი იცი აი ვერ გავიგე ესე იგი გაუგებარი იყო ჩემთვის მაგრამ აი დღევანდელ მაყურებელსაც რაღაცა ეგეთები იცით რა ბატონი მიშას დროს როცა დგავდა ის ფედრას სათქმელი ქონდა და უნდა რომ ამ ფედრაზე თავისი ვერსია გაეგო ქვეყანა. იქ ვინც თამაშობდა ბატონ სერგო, ზინა, კვერენჩხილაძე, ისინი ინტერპრეტაციაში ისხდნენ და აკეთებდნენ იმას, რომ აი ბატონ მიშას სათქმელი ხორცი შეესხა და ეჩვენებათ მაყურებლისთვის და აი ახლანდელ ახალგაზრდობას გონია უნდა რაღაცა, მაგრამ რა ქვია ამას არ იციან. განათლება არის თავარი აუცილებლად დიდი ხო და აი თეატრზე რომ დამიშვით კითხვა თეატრი განათლებაა პირველ რიგში თქვენ სარეჟისორო გამოცდილებაც გააქვთ ხო ისა გაჩნდა სურვილი თვითონ გადაგეღოთ ფილმი იცით რა ბატონი ეროსი მანჯგალაძე გარდაიცვალა 57 წლის და გავგიჟდი კაც ესე იგი ასე მეგონა ამ კაც ყველაფერი უკვე ნათქვამი ქონდა ხელოვნებაში, ყველაფერი ნათამაშები ქონდა. და მეგონა აი
კაცი უზრუნველყოფილი შემოქმედებითი მხრივ რა, რომ ყველა რეჟისორთან და გამახსენდა რომ ძალიან გულდაწყვეტილი კაცი იყო უკვე ბოლოს როლები უნდა და ამიტომ რუსთავის თეატრიდან მიხეილ თუმანიშვილის თეატრშიც მიდიოდა იქაც მაგისტრის ბატონმა რეზო გაბრიაძემ პიესას დაწერა ვერ მოასწრო იმის თამაში მე რაღაცა და მე დავფიქრდი მე უკვე გავჭაყარად უკვე იმ ახალგაზრდულ როლებს არ მაძლევდნენ პაუზა იყო დიდი ჩემწყო და ვიფიქრე ბატონ ეროსი ესე გულდაწყვეტილი წავიდა მე რა და შანსი გამოჩნდა რომ გეცადათ რაღაც კინოს არეჟისორს ქალბატონმა ლანა ღოღობერძე მაიყვანა ჯგუფი და შეამონ გამომიწოდა ხელი და რავი ჩაუბარი გამოცდები აბსოლუტურად ყველაფერი და მოკლედ მოხდე დავამთავრე და პირველი ფილმი გადავიღე სხვადასხვა გოგი ქავთარაძესთან ერთად მიშიკო ანთაძე მე და გოგი ქავთარაძე 4 სერიანი ფილმი იყო ოქროს ობო მაგრამ აირ-დაირია ყველაფერი ფული გამოიცვალა ესე იგი როგორი რეჟიმში მუშაობდით იცი კინოში კი არ ვიყავით აი რაღაც საშინელი იმის ქვეშ ვიყავით რა მანქანებს გვართმევდნენ ქუჩაში გადაღების მანქანა რაღაცა ნუ ესე არა მძიმე 90-იანებში მოგიწია ხო ძალიან მძიმე 90-იანებში და მოკლედ ფილმი აი რომ მიხვდე რაზეა ლაპარაკი თურქეთში უნდა დამთავრებულიყო გადასარევი იახტაზე ფილმი და დავამთავრეთ ცხეთაში სადგურზე იმიტომ დავტორმუზდით ხო და მე რა მოხდა იცი ეს კინო სულ სხვა კინო იყო ეხლა ციფრულია ყველაფერი რაღაცა და ის კინო კიდე მე ქიმიურს ვეძახი იმიტომ ლაბორატორიაზე იყავი დამოკიდებული გამჟღავნე ასე რომ ვერც კი მოვასწარი ამ პროფესიის ხელში აღება რომ ისე ოჯახის შესახებ მინდა რომ მომიყვეთ ოჯახი შემიძლია ვთქვა რომ კარგი ოჯახი ვყავს იმიტომ რომ მე და ჩემი მეუღლე ერთ სკოლაში სწავლობდით მართალია ჩემზე 1 წლით უფროსია მაგრამ მან დაამთავრა 11 კლასი მე 10 რა ეს კაც გამემართლა რა ხო და მოკლედ მეზობლებიც ვიყავით ერთად და როცა ჩემი შობლები მივიდნენ ხელის სათხოვნად მეც მივყევი რა არავის არ გაგვირებია უკვე იცოდნენ მე რომ ესე მოხდებოდა ეს ამბავი და რა ვიცი პროფესიით ჩემი მეუღლე ბიოლოგია ოღონ მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმ ბიოლოგად. ყავს 2 ქალიშვილი, ერთი იცნობ თქონი, მეორე კიდე და რა ვიცი შვილიშვილი მყავს, გადასარევი 2 ქალვაჟი მყავს და გიждები, აი თელი ჩემი იმედები და ოცნებები ამ ბავშვებს უკავშირდება და რა ვიცი სულ ეხოწები ღმერთს რომ მშვიდობა იყოს, კარგად იყვნენ და მიაღწევენ იმას, რაც ჩაფიქრებული აქვთ. რა თქმა უნდა. და ფიქრები კარგები აქვს, ძალიან კარგად ფიქრობენ. იღბლიანი ადამიანი ხართ? გააჩნია რაში. აი, იღბლიანი ვარ, აბა ახლა თქვენთან ერთად ვსხედვარ და ერთ კვირაში ეს გადაცემა ნახავს, მაგრამ იცი რა, შანსები იყო რომ მეტი ქონება მქონოდა, მეტი რაღაც დამეგროვებია რაღაცები. ნუ რაღაცა მამაკაცო რაღაცები მაწუხებს ხშირად, იმიტომ ხშირად მინდა დავეხმარო ნათესწავს იმდა. მატერიალურად. ხო, მატერიალური რაღაცით არა. აი გრიშა კაკაჩიასგან განსხვავებით. ხო და ეს არ არის პატარა მომენტი, როცა დღეს უფრო მაშინ არ ფიქრობდი ამ თემაზე. თემა არ იყო მთავარი და დღეს უკვე ჩემთვის გვიანაა, იმიტომ ყველაფერს თავის დრო აქვს. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. გული რამეზე გწყდებათ? იცით, ისევ ჩემ პროფესიაში თუ ვიტყვი რომ წდება იმაზე რომ აი რაღაც თქვი ხო დღეს რომ მეტი შემეძლო. მეტი შემეძლო. კმარისობის ყოველთვის არ დაუჯერე პედაგოგს, არ დაუჯერე დედას, რაღაცები ვიყო ესეთი აი მე მაგაცები მიყვარდა და მაგის გარეშე მიყვარდა ხო რაღაცები მიყვარდა. რომელსაც არ ვდარდობ. პროფესიის მიღმა რამე გულისწყეთა გააქვს ცხოვრებისეული? პროფესიის მიღმა გულისწყეთა მაქვს ის რომ ჩემი მეგობრები ძალიან შემომაკლდნენ და რაღაც სამი ძმაკაცი დავჭი. კიჯა არველაძე მე და მურმან ჯინური.
ღმერთმა დიდხანს რა უქნა ეს ნუგზარ ბაგრატიონი მყავდა ზაზა მიქაშე ტრისტან სალარიძე რა ვიცი ერთმანეთს უცებ გამომგვეცალა სულ და ამან მატკინა გული ძალიან და ხშირად ხამე გეფიქრე მეშინია ხოლმე რომ არა უყვეთა გამოვაღებ მაციოს თუ არა რა უქნა ასე არის ის რაც არ გამოგივიდათ ისე როგორც გინდოდათ ეს არის ის რომ ვერავაშენე სახლი საკუთარი სახლი გინდოდათ ეზოთი ხო აი ეს ძალიან გულიმწყდება მეტი ხე უნდა დამერგო არ ბიბლიური რაღაცებია ხა რო დარგოთ არა ეხლა ის თურმე რაჯიშ ხეჭეჭური თურმე 40 წლის მერე ისყავს დაყობს და აჰა ვეღარ დაელოდა არ გამო ხო და რა ვიცი ნახოთ მართალი გითხრა არ მიფიქრია ამ თემას და რა კი არ მიფიქრია ესე არ მაწუხებდა და თქო ბედნიერი კაცი ბედნიერი კაცი ბედნიერება რაშია ბედნიერება იმაშია რომ ყავს ადამიანი რომელიც გისმენს აი შესავეთ აი ხლა რომ მისმენ გაბედნიერი ხო და ამდენ სისულელე თქვი და გაატარე არც შენიშვნა მომეცე არაფერ მიღიმი ასე სისულელე მარტო დიდი ინტერესი დგის ვაი შენ ეგ არის ბედნიერება всё თუ საერთოდ მაგრამ ვიღაცისთვის ხო არ არის ახლა ეს და ცხოვრებაში ვინ არის მთავარი მსმენელი არ ვიცი მეუღლე არა მეუღლე კი მაგრამ ცოტა ასაკი იმასაც ემატება ასაკი და ცოტა ირონიული ხდება ყველა ჩემი ამ ბოლო დროს იცი რა ეთქობა რომ წავიდა ტრისტანისზე ხანდახან თამადად ნიშნავენ ხოლმე და იქ ვაფშქვენ ხოლმე ამ ჩემს აცეს და მე სახში მაკრიტიკებს აი ეს რაღაცა მინდა რომ ყველა იცინოდეს საქართველოში მინდა რომ სახეობები ყველას უმღეროდეს და ყველას ერთნაირად გასცემდეს იმას რაც თავარია რომ მსმენელი ყავდეს მაყურებელი ყავდეს აი ეს იქნებოდა ყველაზე კარგი ბედნიერება და მაშინ ამ კითხვასაც უფრო იოლად გავცემდი პასუხს მიხვდით ალბათ რაც გულისხმობ კი რა თქმა უნდა სახეები რომ არ ყოფილიყავით ვინ იქნებოდით რა ვიცი ამ ცხოვრების მეორე ნახევარში რაღაც ნიჭი გამოვავლენ კულინარიაში ტკბილეული არა აი რაღაცების კეთებაში რაღაცა საქეები ხო რომ მოვლენ ბიჭები არ ვიბნები ეხლავე რაღაცა ოღონ რა ქვია არ ვიცი მაგრამ გემრიელი გამოდის ხო მე კიდე ალბათ მე დიდი ხანია საჭესთან ვზივარ აი 20 წლიდან მანქანა და შედობით დავდივარ შეიძლება შემეძლო რომ ყოფილიყავი კარგი და აი ეს მაგალითად ისეთი დიპლომიანი პროფესიები არ მიზიდა ექიმი შეიძლება და ყოფილიყავი ერთი სისუსტე მქონდა რომ მაგრამ ამას ყველას აქვს და დაძლევდა რომ აი ნემსის გაკეთების დროს ცოტა ცუდად ხდებოდი მაგრამ შეეჩვევა ხო მაგრამ უზარმაზარ პროფესიას პატივს ვცემ ამ პროფესიას იმიტომ რომ ექიმი მგონია რომ პირველი ნომერია რეალურ ცხოვრებაში თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი რა არის ერთგული ვიყავით ჩემი ოჯახის და რჩები იცით რატომ პასუხისგებლობა აუცილებელია როცა ქმნი ოჯახს უნდა დაფიქრდე აი მე დამეხმარეს რომ მე და ჩემი მეუღლე დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს და იქ ახლა ცდუნება რაღაცა მაგრამ არ ჩანს იმ ფონზე თავარში არ მიღალატნია თავარში არ დამიჩაგრია თავარში ხა ჩხუბის მოხსნა და ერთი ორი დღე წავედის რაღაც მაგრამ თავარია რომ აი შვილებსაც ესე ვზდიდი და ისინიც ესეთი ერთგულები არიან და ახლა შვილიშვილები მოდიან და აი მინდა რომ რაღაცნაირად ფეხი მოიკიდოს ამ ჩემმა პატარა
გვარმა, ესე ვთქვათ. დინასტია. და დინასტია დიდი კლანმა ხო რაღაცა. ბედნიერება იმით რომ ბედი მქონდა, ყოველთვის კარგ ადამიანებთან მქონოდა ურთიერთობა. არ ვიცი ისიც გამოცდა ხო იცი რაღაც ბოროტიდან როგორ გაიმარჯვა, როგორ გაუმკლავდა. არ შემხვედრე ცხოვრებაში ესეთი ისა რომ ვიღაცას დამხვედრო და ესროლა ან რაღაცა მიწერა ვიღაცა ენა მიიტანა და ვაპატია ყველა არ მაინტერესებს. და ბედნიერი ვიყავი რატომ კიდე არასდროს არავის არ ვშურდა როცა ამ ჩვენ პროფესიაში მოსულა ეს ვიღაცას გული წყდება რატომ მე არ მომცეს როლი რაღაცა ამაზე დიდი ტრაგედია ვხარობ მე მურმანჯინორეს წარმატებები აი მაგიტო რასაც გასცემთ იმას იღებ ხო არ ვიცი მე რა გავეცი მაგრამ ის კაცი კითხულობს ისე როგორც არ წაუკითხავს არავის ხო აი ეს თქვენ როგორ არ უნდა მიხაროდეს თქვენი მთავარი თვისება ერთი რა არის? აი რა, ერთი მთავარი ძირითადი თვისება თქვენი რა არის? ის რომ არ ვშურს საბასაკის განმარტება რომ შური არის წუხილის სხვისი ბედნიერების ხო გამო აი ეს საშინე ეს ადამიანს ღრნის ადამიანს არ ამის შემიძლია თქვა რომ პირიქით მიხარე თუ ვინმე რაღაც ხო პირიქით გავქცეულ არ სანახავად და არიან მსახიობები რომელთაც ის არა ხო მოვალეობა თვლი თუნდაც ვერ თამაშობდეს კარგად ან არ გაუმართლა სპექტაკლი რომ მივიდე და ვნახო იმიტომ რომ ეკუთვნის ამ ადამიანს ჩემი თაყვანისცემა და აი ესე თაყვანისცემელიც ვარ რა ვქნა ეხლა ძალიან ტკბილი გადაცემა არ გამოგვიდეს ეს რა ანგელოზი კაცი ტკბილი ადამიანი კი მაგრამ არ მინდა ცოტა ისიც უნდა იყოს ხო რაღაც მე სხვა რამეების ლაპარაკს ვფიქრობდი რომ მოვდიოდი აბა ისი მითხრა არა კარგად წავიდე მაგრამ ეხლა რომ ისე წავიყვანეთ ყველაფერი ძალიან ისე დალაგებული რაღაც ხუთოსანი ბავში გამოვედი და არის ტკბილი და კეთილი ადამიანი ძალიან მეტი შემეძლო გამეკეთებია რომ დამეჯერებინა უფროსებისთვის და არა აიც იმას არ დადო ის რაც მინდა ეხლა თუ იყო მსახიობი და არ იცოდე სად ეგძელო არ იცოდე რა თქმა უნდა არ იცოდე მოგზაურობა არ იცოდე მანქანა რაც რამე როლი არის რომელზეც ეხლა უცნებობთ კი არის მაგრამ ეხლა რეალურად ვერავის ვერ დავდებ ვერ მოუწვა მაგრამ არის მოხუცი კაცის როლი არა მოხუცი კაცის როლი რომელი არ ვიცი ეხლა ვიღაც რეჟისორს გაეცინება ვიღაც რეჟისორი იტყვის არა კაცო აბა მაინც აი არ ვიცი მეფელირს ვითამაშებდი დიდი სიამოვნებით კაი რა მოგიხსებოდა ცხეთაშორის ძალიან მართლა გულწრფელად ხო და იმდენად კარგად ვიცნობ ამ პიესას თან თამაშობდი მე რობიკო სტრუას პიესაში და ხო და რაღაცა აი და დავამთავრებდი კიდეც რა იყოს ამის საშუალება რო იყოს ოღონდ თუ გამოვიდოდა არა წინასწარ თქმა არაფერს არ ნიშნავს ის მე ან დაამთავრებ ან არა შეიძლება თავიდან დაიწყო ყველაფერი მაგრამ აი რატომ მათქმევინ ახლა ეს აი ეს ამოჭერი არ გინდა ამოჭერი ადამიანის სიძლიერე რაშია ადამიანის სიძლიერე არის მის სიბრძნეში აუ რა უცებ თქვი იცით რა ჩემთვის ლამაზი არის ქალი აი იქიდან იწყება ჩემი შეფასება საერთოდ სილამაზის და არ ეხება მარტო ტურფა ქალებს და რაღაცა იცით რა ქალბატონს ყოველთვის ეტყობა მისი ბიოგრაფია აი რაღაც მის მაგია იდუმალება მის თვალებიდან მოდის მისი ქცევიდან მისი ქალბატონები ბანოვანიო სიტყვა ხუსა ქართული ასე ის ადამიანიც შეიძლება ხმას არ იღებდეს დარბაზში ერთი კაცი იყოს გულმოსული ვაჟებშაველა რო იჯდეს ხო ყველა დაინახავს არა იმ 200 კაცში იმიტომ მას ის თავისი მდგომარეობა თავისი წონა და ყველაფერი მასთან არ იკარგება ის არსად არ იკარგება აი მისი ადამიანის სივრზე მას ალამაზებს თქვენი შესრულებული როლებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი რომელია აი როგორ თვლით იცით ეგ როგორ რაღაცა იცი
მე ხლა საეტაპო სპექტაკლებში არასდროს არ ის დიდი წარმატება და ეს არ მქონია მთავარ როლებს გულისხმობ რაღაც მაგრამ არასდროს ჩემთვის რაც ცუდი იყავ ამ სპექტაკლში არავის არც კრიტიკოსებს და არც მაყურებელს და ქონდა აი მაგალითად იყო ეგეთი სპექტაკლი რომელიც არ გამოვიდა დგავდა გადასარევი რეჟისორი მონაწილეობდა გადასარევი სახეობები ბებია ილიკო და ილარიონი და მე ვთამაშობდი რომულის ჩემი მასწავლებელი იყო მედიკო ჩახავა ზაბლონა მასწავლებელი და თელი პიესიდან მარტო ეს ნაწყვეტია შენახული და აჩვენებენ ხოლმე ხანდახან კაკპიშეცა ვანია მეუნე ივანია ივანა ვანიას ივანია ქვიაო მედიკო ესე მირწყავდა თავში ხო და აი ეს დარჩა უცნაურია რომ არ გამოვიდა ხო არა არ გამოვიდა ხო სპექტაკლი მაგრამ არის აი ბატონ გოგისთან თამაშობდი კიდე ეგეთი ძველი სამრეკლო იყო რაღაცა და მამასთან ჭკუვი ის კარიერისტის შვილი ყავს რა და რაღაც დავით აღმაშენებლის ქვა თითქოს ესე ქვია რაიკომის დივანს მოეწონება და უნდა სახში დაიღუნდა ეს ანდა ეს მამა არატანს ამას და მიუგზავნიან შვილს რომ ნუ შეგვაკლავსო თავს მამა მიეცის ქვია ხა შენ რაზე არის ერთი ქვით მეტი იქნება ამ ტაძარში თუ ხო და ის მეუნება არა მაგას ახლა მარანში ჩასაკეთებლად არ გავატანა მამა შენ იმის მარანი ჩვეულებრივი მარანი ხო არ გონია ხო რა არის ამისთან მამა სასაულია მამა და ამ ერთ შეფასებისთვის ის იყო რა ძალიან წარმატება მქონდა და მე მომქონდა ემოცია და სიყვარული ტაში რაც დაგჭათ ემოციურად და მე თავს რითი ვიმშვიდე ვიცი კიდე აი ეს რა მდგომარეობაშიც მე ვარ აი დიდარი ხალხი ამაში ფულს ხარჯავენ რომ ჩვენთან ერთად რო ხო და გადასარევი ხო ესეა და ბოლო შეკითხვა თქვენი ცხოვრების მთავარი ამბავი ო მთავარი ამბავი იყო ეგეთი რაღაცა რომ ადამიანების მიმართ მქონდა სიმპათიები რაღაცა ძალიან მომწონდა ვეტრფოდი შემეძლო დამეჩოქა და რა ვიცი ლექსის და მაგრამ იმათგან არ იყო ეგ პასუხი ავ ეს მაწუხებდა ყოველთვის ცალმხრივი იყო და რა იცი რა მე ხლა რაღაც მიუწდომელ იმებზე არ ვლაპარაკობ მაგრამ იყო მომენტები მიკვირდა რატო ხო რატო ესეც იყო მერე იყო ბევრი ტრაგიკული მომენტი ჩემ ცხოვრებაში ძმისშვილი გარდამეცვალა გადასარევი ბიჭი რაღაცა და აი სევდა დიდი ადგილი განონა ჩემი ლაშა იყო საოცრად კარგი ბიჭი და ამას დიდხანს განვიცდი იცი რა ესე რატო დავიწყე მე თავარი სათქმელი ადამიანს ერთ ცალმხრივად არ უჩნდება ეს ნაზავია სევდეს და სიხარულის რომელიც ჩემ ცხოვრებაში ყოფილა ამიტომ მოვიყვანე ეს ორი მაგალითი და ამისთვის დიდი მადლობა უფალს რომ ამის განცდის საშუალებაც მომცა და გამოცდაც ჩამაბარებინა რომ როგორ უნდა რა ვიცი აი მე მგონია ისეთი კონკრეტული პასუხი არც ერთ კითხვაზე არ შეიძლება. პასუხია ძალიან დიდი. დღეს ამტკიცებენ რომ 2-ჯერ 2 5-ია, ზოგიერთი არიან ესეთი. 8-ჯერ 7? არ მითხრა, არ ვიცი. მე არ ვიცი. არ ვიცი. ბატონ დათო, ძალიან დიდი მადლობა. ბატონო გრიშა. ბატონო გრიშა. კარგი ახლა არ გინდა გუგო, შენც ხო კაი კატა იყავ იმ ფილმში. რა თქმა უნდა. ხო. მოკლედ დიდი მადლობა თქვენ. რომ მომეცით საშუალება ამდენი როგორ თქვა. საინტერესო რამ მოგიყვება. საინტერესოა, არ ვიცი, თუ საინტერესოა ძალიან მეც მიხარია. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებ, მომავალ საინტერესო როლებს გისურვებ, შვილიშვილებთან ერთად ბედნიერებას და მათი გაბრწყინებული თვალების ყურებს. ეგონა უღრმესი მადლობა. უნდა გაკოცო. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. ჩემი გადაცემის სტუმარი იყო მსახიობი დათო კვირცხალი. გრიშა კაკაჩია. გრიშა კაკაჩია. მე კვირამდე გემშვიდობებით, დიდი მადლობა.